მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum. მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. გილოცავთ 2026 წელს, გისურვებთ მატერიალურ სიუხვეს და სულიერ ჰარმონიას. დღეს გთავაზობთ 2026 წლის იანვრის ტარო პროგნოზ ქალწულებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მე-15 მაღალი არკანი ეშმაკი. ერთი მხრივ ეს არკანი პოზიტიურ ასპექტში მიუთითებს თქვენს მნიშვნელოვან მატერიალურ რესურსებზე და შესაძლებლობებზე იანვრის განმავლობაში, მაგალითად დიდ შემოსავალზე ან წარმატებულ თვითრეალიზებაზე, ასევე შესაძლებელია გულისხმობდეს თქვენი ავტორიტეტის და გავლენების ზრდას, პოპულარობას და აღიარებას, მაგალითად პროფესიულ სფეროში. თუმცა მეორე მხრივ ეს ენერგია მიჯაჭვულობაზე გვესაუბრება, როცა ადამიანი მთლიანად დამოკიდებულია გარკვეულ გარე ფაქტორებზე ან მისსავე მავნე ჩვევებზე, როგორიცაა ალკოჰოლი, სხვადასხვა სინთეტიკური საშუალებები, აზარტული თამაშები და მათ შორის ადამიანთან არსებული ეგრეთ წოდებული ტოქსიკური ურთიერთობაც. ასეთ მიჯაჭვულობას ძირითადად ჩვენში არსებული არასწორი განწყობები იწვევს, როცა არ გვსურს და ვერ ვახერხებთ გავიაზროთ და ვაღიაროთ საკუთარი პრობლემები. შესაძლებელია არკანი ასევე გულისხმობდეს ეგრეთ წოდებულ კომფორტის ზონაში ყოფნას, როდესაც ვეჩვევით არც თუ სახარბიელო მდგომარეობას, რადგან არ შეგვწევს ძალა, ვერან არ პოულობთ შინაგან რესურსს, რომ თავი დავახციოთ ამ ყველაფერს. ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს ადამიანებს უყალიბდებათ დაბალი თვითშეფასება, გარკვეული კომპლექსები და შიშები. და ეს კიდევ უფრო აფერხებთ მათ, რომ გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები პრობლემების მოსაგვარებლად, გაჯანსაღებისკენ და განვითარებისკენ. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არკანი შესაძლებელია გულისხმობდეს ჯანმრთელობის პრობლემებსაც, როგორც ფიზიკურ, ასევე და განსაკუთრებით ფსიქოემოციურ დონეზე, ასევე გადატანილი ძლიერი სტრესული ან დეპრესიული მდგომარეობის ეტაპს, როდესაც ადამიანი ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს იყოს აქტიურ ენერგიებში და შეძლოს სრულყოფილად გამოავლინოს თავი ცხოვრების მნიშვნელოვან სფეროებში. ეს არკანი ასევე მიუთითებს, რომ მოცემულ პერიოდში მაღალი იქნება ცდუნების რისკები ან მოტყუების, მათ შორის თავის მოტყუების ალბათობაც, ამიტომ მნიშვნელოვანია იანვარი გაიაროთ ყურადღებით და მეტი სიფრთხილით. მეტი დრო დაუთმეთ მენტალურ პროცესებს, აზროვნებას, ეცადეთ იმოქმედოთ გაცნობიერებულად სხვებთან ურთიერთობაში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეთ პრინციპით ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. და რაც მთავარია, მეტად ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, მეტი დრო დაუთმეთ თვითშემეცნებას და თვითანალიზს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების დედოფალი, საკმაოდ ემოციური და მგრძნობიარე პერიოდი გელით პირად ცხოვრებაში. ერთი მხრივ შესაძლებელია გახდეთ უფრო რომანტიკული, რბილი, დამყოლი, შესაძლებელია მოგინდეთ თქვენი ყოველდღიური ურთიერთობების გამრავალფეროვნება, დაგეგმოთ სხვადასხვა აქტივობები, გაგიჩნდეთ კულტურულ შემოქმედებით ღონისძიებებზე დასწრების სურვილი, ან სახლის პირობებში ჩაუჯდეთ გასართობ კონტენტს და მაგალითად რომელიმე მელოდრამატული სერიალის ყურება წამოიწყოთ. თუმცა მეორე მხრივ თვის მთავარი ენერგიის გათვალისწინებით შესაძლებელია გახდეთ ეჭვიანები, პარტნიორზე მეტად დამოკიდებული, ჭირვეული. თუ მარტო ხვდებით ამ პერიოდს, თქვენმა სიმარტოვემ შესაძლებელია დეპრესიული აზრებისკენაც გიბიძგოთ, ამიტომ მოდი ვნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მე-18 მაღალი არკანი მთვარე. ეს ბარათიც მიუთითებს მომეტებულ ემოციურ ფონზე, გაუცნობიერებელ შიშებზე და შფოთვაზე. ასეთ მომდგომარეობამ შესაძლებელია გიბიძგოთ, რომ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები, აღვეთ ემოციებს,
გახდეთ მეტად ეჭვიანები პარტნიორთან მიმართებაში, ასევე შესაძლებელია ამ პერიოდში მოგინდეთ განმარტოება, მეტი ფიქრი და ანალიზი ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებით, გირჩევთ არ აყვეთ ემოციებს, არ დაუშვათ რომ თქვენივე ფიქრებს მისცეთ შესაძლებლობა გიბიძგოთ გულჩათხრობილობისა და დეპრესიული განწყობებისკენ, პირიქით შეეცადეთ პარტნიორთან ან ოჯახის წევრებთან განიხილოთ ნებისმიერი პრობლემური ან არაპრობლემური საკითხი, რომელიც ამ პერიოდში შეგაწუხებთ და გქონდეთ იმედი მათი მხარდაჭერის და თანადგომის. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მონეტების პაჟი, თქვენმა გაზრდილმა სურვილმა ამ პერიოდში შესაძლებელია საკმაოდ თამამი ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ, იანვარში შესაძლებელია მეტად გააქტიურდეთ, გამორიცხული არ არის ურთიერთობა წამოიწყოთ და საკმაოდ პოზიტიურ კავშირშიც აღმოჩნდეთ, რადგან მოულოდნელად გაგიმართლებთ და ეს ურთიერთობა მართლაც იქნება თანმიმდევრული, ერთგულებასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული და რაც მთავარია მყარი ფუნდამენტი, რომელსაც ამ პერიოდში ჩაუყრით თქვენს კავშირს, სამომავლოდ საკმაოდ კარგ ნაყოფს გამოიღებს და ბევრ სიამოვნებასაც მოგვრით თავისი სტაბილურობით და სანდოობით. ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ იანვარში საქმიანი სფერო, თასების 7-იანი, არჩევანის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს, შესაძლებელია იანვარში არაერთი შემოთავაზება მიიღოთ, შესაძლოა იფიქროთ სამსახურის შეცვლაზე ან საერთოდაც საქმიანობის სფეროს შეცვლაზე, შესაძლებელია რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ და გაგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. თუმცა მეორე მხრივ, შესაძლებელია ეს არკანი ილუზიებზე საუბრობდეს, გულისხმობდეს, რომ თქვენი წარმოდგენები ან თქვენთვის შეფასება არ არის თანხვედრაში რეალობასთან, მაგალითად შესაძლებელია იფიქროთ, რომ მეტი საქმის შესასრულებლად ხართ მზად, თუმცა როდესაც დამატებით პასუხისმგებლობას აიღებთ, გამორიცხული არ არის, მიხვდეთ, რომ ზედმეტად დაიტვირთეთ თავი, არ ყოფნით დრო, ცოდნა ან გამოცდილება და საკმაოდ არასასურველ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. ან გაქვთ მოლოდინი, რომ ადვილად მოძებნით ახალ სამსახურს და აღმოჩნდეს, რომ ეს ამ პერიოდში არც ისე მარტივია. ან მართლაც ნახოთ სამსახური, გეგონოთ, რომ საუკეთესო პირობებით დასაქმდით და აღმოჩნდეს, რომ რეალობა არ შეესაბამება დაპირებულ პირობებს. ამიტომ გირჩევთ საქმიან სფეროში იმოქმედოთ რაციონალურად და ყველაფერი კარგად გაანალიზოთ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. თასების რაინდი, ეს ბარათი ახალ შესაძლებლობაზე მეტყველებს, შესაძლებელია ამ პერიოდში მართლაც გამოჩნდეს რაიმე ვარიანტი, რომ ახალ პროექტში ჩაერთოთ, ახალი საქმე წამოიწყოთ ან სულად სამსახური შეიცვალოთ, გამორიცხული არ არის საკმაოდ მაცტური შემოთავაზებაც მიიღოთ ამასთან დაკავშირებით, თუმცა გირჩევთ ნებისმიერი შანსი თუ შემოთავაზება იანვრის განმავლობაში ძალიან კარგად გაანალიზოთ, აწონ-დაწონოთ და წინასწარ გაარკვიოთ ამასთან დაკავშირებული ყველა დეტალი დაწვრილებით. პრინციპში ისე როგორც თქვენ გახასიათებთ ხოლმე ისედაც, რადგან არის შანსი, რომ ერთი შეხედვით ძალიან მომხიბვლელი შესაძლებლობა რეალურად არ აღმოჩნდეს ასეთი. მათთვის კი ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მონეტების 2-იანი, გაქვთ დასაქმების შანსი, მაგრამ უფრო დროებით ან რამდენიმე პოზიციაზე ერთდროულად, მაგალითად ერთჯერადად რაიმე პროექტებში, ან კონკრეტული თანამშრომლის დროებითი არყოფნის გამო შეიძლება დაიკავოთ მისი პოზიცია. უარი არ თქვათ ასეთ წინადადებაზე, რადგან ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ ეს იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი შანსი, სამომავლოდ მიიღოთ ახალი სამუშაო პოზიცია, უფრო მყარი გარანტიებით და მეტი შესაძლებლობებით. მათთვის კი ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, კვერთხების პაჟი, ეს ბარათი ერთი მხრივ შესაძლებელია მიუთითებდეს თქვენს ახალ წამოწყებაზე, ახალ ბიზნესზე ან შესაძლებელია თქვენს გამოუცდელობაზე მიანიშნებდეს, მეორე მხრივ ამ პერიოდში სავსე იქნებით ენთუზიაზმით, ენერგიით და შრომის უნარიანობით, თუმცა თუ გავითვალისწინებთ თვის მთავარ ენერგიას, ამ პერიოდში შესაძლებელია შეგექმნათ გარკვეული დაბრკოლებები პროცესში და შესაძლებელია ბევრი ისეთი წარმოდგენაც გაგიჩნდეთ საკუთარი საქმის მომავალთან დაკავშირებით, რაც მალევე მიხვდებით, რომ ილუზიაა.
ამიტომ ამ პერიოდში მოქმედეთ დაკვირვებულად და წინ დახედულად, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ შეცდომების დაშვების რისკი. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს იანვარში, ხმლების 4-იანი, გირჩევთ ეს პერიოდი კეთილგონივრულად გაიაროთ ფინანსებთან მიმართებაში, მოერიდეთ გადაჭარბებულ ხარჯვას და ზოგადად გამოიჩინეთ ეკონომიურობა. ამ პერიოდში შესაძლებელია მოხდეს ჩარიცხვების გადავადება, ან სულაც აღმოაჩინოთ, რომ თანხას, რომლის მიღების მოლოდინი გქონდათ, რაღაც მიზეზით ვეღარ მიიღებთ, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი და კარგად გათვალეთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები, არა მხოლოდ მიმდინარე პერიოდში, არამედ სამომავლოდაც. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ხმლების 5-იანი, ეცადეთ არ იფიქროთ მარტივ გამოსავლებზე, მოკლევადიან მიზნებზე და ეშმაკურ გზებზე წარმატების მოსაპოვებლად, კონცენტრირდით ფუნდამენტურ ცვლილებებზე, გრძელვადიან პერსპექტივებზე და თქვენს ინდივიდუალურ თვითრეალიზებაზე. არ წახვიდეთ კომპრომისზე საკუთარ ღირსებასთან, მაშინაც კი თუ ცდუნება დიდია. სამყარო თქვენგან ელის მხოლოდ თქვენთვის დამახასიათებელი ინდივიდუალიზმის უნიკალურ გამოვლინებებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ შექმნათ ის სასურველი რეალობა, რომლისკენაც ისწრაფვით. ასეთი იყო 2026 წლის იანვრის ზოგადი ტარო პროგნოზი ქალწულებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი мотивაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.